მოგესალმებათ ხამის ადამიანი. ახლა გახლავთ ხამის 3:30 წვიმს. საშინელი ამინდია ახაცნაირი, ძალიან წვიმს და დამისოლდა სარეცხი. დროულად ვერ ჩამოვხსენი და ახლა აზრი არ აქვს, ძალიან სველია. მეტილი თვარ 7 საათზეა სადგომი. პრინციპში აქედანაც ჩანს 3:30. სავარაუდოდ რაღაც კიდე 1 საათი ვერ ჩავეძინებ, სავარაუდოდ. ჩემ გოგოს წინავს. დღეს მითხრა, რომ ძალიან მომენატრეო და ევო, იმიტომ რომ დილით ვერ ვიმშვიდობებით ერთმანეთს, ისე მივდივარ. ღამე ერვის ნახევრისკენ მოვდივარ ხან 8-ზე, ხან ცოტა გვიანაც შესაბამისად. ძალიან გვიან მნახულობს და ვერ ასწრებს, ესე ვთქვათ, და ეს მკოცნის და სვამან ბავშვია, მოკლედ. ბხანება თვალი. ოქროს საყურეები მაჩვენა, რომელიც ძალიან მოსწონს, თავისი არჩეულია. მამა მოყიდა. ხო, არ ვიცი, გითხარით თუ არა, მარიკომ ყურები გაიხვრიტა და არის უბედნიერესი, მაგრამ დღეს უნდა ვლოგის გადაღება, დედაო გადავიღებო და ვიტყვიო, რომ გავიხვრიტე უბრალოდ. არანაირი პირობა არ მქონდა იმის, რომ მისთვის ასე თქვა დამეთმო კამერა, იმიტომ რომ თან რაღაც ვიდეოს ვამონტაჟებდი და არ მქონდა დრო. დასაწყისს ვაკეთებდი თან ბევრი თან, მოკლედ და დავპირდი, რომ დედიკო მეთქი, რომ მოვიცლი ხვალანზე გავუცილებლად ვლოგი ჩაწერეთქო და ჩავწერო, ვიტყვიო, რომ გავიხვრიტეო, ვიტყვიო, რომ არ მიტირიაო და ეგეთ ყველაფერს ვიტყვიო და არის უბედნიერესი, ძალიან გახარებული, აღფრთოვანებული, აშტირებული, ისეთი ბედნიერია ხალხო, ისეთი ბედნიერი ამღები რა გიხსნით უბრალოდ. რა თქმა უნდა, მამამ წაიყვანა, კი გითხარით, არ ვიცი, მოკეთ გითხარით. შებერდა იგივესაც გეუბნებით, მაგრამ მართლა არ მახსოვს. ძალიან ახლოს ვდგავარ ბოდიშს გიხდით. რომელი ჩამომხმარი სახე მაქ ხარ ზედაგეყუდეთ, მაგრამ ამიტანენ. როგორ მესისხება ესეთი ამინდი, ხდარწმუნებულია, რომ დილითაც ესეთი ამინდი იქნება, წვიმა და ტყანი, ის რა ქვია, ტყავახი. სავარაუდოდ ჩვეულებაში ვეღარ გავდივარ, არ ვიცი, სავარაუდოდ არ ვიცი. 1-2 დღე მაინც იქნებ მოხერხდეს, ვერ გეტყვით. მინდა რომ დავიცინო და ძალიან დიდხანს მეცინოს. ძალიან. ოღონდ რომ გამომეღვიძება, ჩამეცინება, გამომეღვიძება, კიდე ჩამეცინება, ეგრე არა. ძალიან დიდხანს მინდა რომ მეცინოს. რაღაცნაირად გავთიშო ყველაფერი და მივეცე ძილს სრული ამსtos მნიშვნელობით. ეგეთი გამოცინება მინდა. მაგრამ მიჩვეული რო არ ალბათ მაინც მიხვიცება იმ დროებში. მე ვიცინებ, ვიბრუნებ, ოღონდ გვიან ვიბრუნებ, მარტივად ვერ და აი თითქოს ისე დახლილი ვიღვიძებ, იმიტომ რომ გადაბმულად ვერ ვიცინებ, რაღაც ნაწყვეტ და ვერც ვირგებ თითქოს დაცინებას და სვენებას ვერ ვასწრებ. ხაცნაირად ეგრეა, მე გაბრუებული ვიხვიცებ რაღაცა უაზროდ. მოკლედ ხო რაღაცა დებილობა არა, აი ისე მინდა რომ მივეგდო და გამოვიცინო. თუნდაც 9-მდე მეცინოს, ისე თუნდაც ჩავატკვირას 9-მდე მეცინოს, ოღონდ აი სრულად 9-მდე მეცინოს და არა ისე რომ 8 ჯერ გავიღვიძო. ეგრე
არ მინდა, მაგრამ მეღვიძება მაინც. ხო პარასკევია და ბოლო ძალებს ვიკრებ. ხვალ დღის რო სამსახურში წავიდე. იმიტომ რომ მე თქმა უნდა ხო ძლიერ დატვირთვა ზოგადად სამსახური. არ აქვს მნიშვნელობა ხა ბაღია, სკოლა, უნივერსიტეტია, მაღაზი, არ აქვს მნიშვნელობა. სულ რო ფეხი გადადებული ვჭდეთ ხალხო მთელი დღე საღამოდ. მაინც ძალიან დაიღლებით ხვდებით და ჩემს ირგვლივ ყველა ისე რომ პარასკევი დღე ყველას უხარია რომ რაღაცნაირად всё უკვე შაბათ-კვირას ისვენებ რაღაცნაირად, ну ვინც ისვენებს. ხო და არც მე ვარ კანონაკრისი. ზარმაცი არ ვარო ხოთ. ანუ აი ხო აი ზარმაცი ტიპები არიან, არა ზარმაცი არა ვარ. კიდე კაი ხომარიკო არ მიმყავს ამ წვიმაში. მაგრამ ის მომენტიც მაქვს რაღაცნაირად, ანუ მარიკოს რო ტოვებ რა. რო ვიცი რომ არ ჭამს, აწვალებს მამამის ჭამაზე და რაღაცებს განვიცდი მე მთელი დღე ნერვიულობ რა ჭამა რა გააკეთე. ეს ის ფორი აქ მაქვს რა. შაბათიდან მომიწევს ტარება და ის მაგრამ აი ხო რაღაც ესეც მაქვს რომ მეჩქარება, გიჟივით მოვბივარ სახლში და ეს დღეები რა ძირითადად მეტრო ნაძალადობიდან მე ტაქსით ამოვდივარ. 3 ლარი ღირს ჩემს ახლამდე ტაქსი. იდეაში ვокзალი ქვია არ არის დავშვიდე მარშრუტკით ამოვიდე სახლში, მარც გზის ფული დამეხარჯება ლარზე მეტი და არაფერი, მაგრამ რომ მივდივარ, ხშირ შემთხვევაში არ მხვდება მარშრუტკა, ველოდები კაცმა ერთის მე როდის მოვერთი 15-20 წუთი კიდე ველოდები, მე როდის მოვა, მე რომ მოვა, როდის ეგ გავა და სახლში, ანუ ძალიან გვიან ამოვდივარ მე და ეს დღეები არ შემეძლო, ანუ ხო და შურს ნამდვილად არ ვარ მეტროდან და შემიძლია ფეხითაც ამოვცუქცუქდე. მაგრამ ეს დღეები გადავწყვიტე რომ ესე უნდა ყოფილიყო. შემთხვევით გადავწყვიტე. რაღაცნაირად ისე ვარ. ხან ბევრი ცელოფნები მაქვს, რაღაცა საჭმელები მომაქვს ხოლმე და მოკლედ მეთქი მოდი რა. ამდენ შრომობ და ხანდახან ჩემი თავისთვის თვეში 5 ჯერ მაინც ავიდე ტაქსით. ამ თვეში ნამდვილად ბევრი გამომივიდა, მაგრამ ამ თვეში არა, ანუ ხო დეკემბერი იანვარი ერთად რომ მოვთვალო. ხო და ვთქი არ მაინტერესებს რა. ხა ტაქსით ავდა, ხა თვითფრინავ. ხო და აქი წავისვი მე რომ მოვედი ჭუჭელი დავრეცხე რაღაცები. მოგითხრათ ხა ძალიან ბევრი საქმე გავაკეთე, მაგარა და მოგატყუებთ. და მეთქი შაბათ-კვირას გავაკეთებ ძალიან ბევრ საქმეს, იმიტომ რომ მიჩვენია რომ ჩემთვის ვიყო რა. მე მგონი ის ჭირდება რა ქვია თვალის ის რა გიშერით ასე წახი. მე ძალიან ჯერა მაქვს თვალის აღები სხვათა შორის მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხო ამბობს მაგის შესახებ და ზოგადად თვალი, ანუ ყველა აღიარებს მაგ ამბავს. ხო და მეც იმდენად ბევრი რამე მთხოვა ხოლმე. მეტყვით ხა წადიშვილი ეკლესიაში ილოცეო, მაგრამ მართალი ხარ. მოგეთ მარიკოს საყურეში გადაიხადა 250 თუ 250 მგონი ლარი, რა თქმა უნდა გრამობით ბევრი არ არის. თუმცა ოქროა და ისეთი სიმბოლური სამახსოვრო. პატარა საკშო გაიკეთებს, თორე დიდი უკვე ბიბილოს ვიღარ მოწდება ფიზიკურად ის პაწაწუნები. ამიტომ ჯობია ხომ ესე შესაყრელი პირდაპირ, მაგრამ ნუ ესეთი მოეწონათ მამიკოს და თავის შვილიკოს, ასე რომ
როგორიც უნდათ ისეთი იყიდეს. ისე წვიმს, რომ აი რა გითხრათ. ძალიან წვიმს. 3 საათი ხდება და ისევ ვდგავარ და ვლოგს ვიღებ თითქოს. ჯერ ახლა მოვედი სამსახურით. ხაცნაირი დღეა. კამერა რო გამშვიდებს ეგეთი, რომ შეგიძლიათ დადგეთ და ისაუბრო. არავინ გაგაწყვეტინებს, არავინ არ გეტყვის, რომ მოიცადე რა, მოდი გავიაროთ ეგ თემა და სხვაზე გადავიდეთ. შენთვის გახარ და საუბრობ შენს ემოციებზე, გრძნობებზე, შენს რაღაც სისულელეებზე, ხანდახან აი აბსოლუტურად სისულელეებზე. მაგრამ ნახე, შენთვის იმ მომენტში მნიშვნელოვანია. ხო, რა თქმა უნდა, ბევრი რამე სისულელეა ხოლმე ხანდახან. აი ესე რომ ვთქვა. მაგრამ იმ მომენტში შენთვის არ არის სისულელე. და როცა შენთვის არ არის რაღაც თემა, არ აქვს მნიშვნელობა რაღაც სისულელს არ მიიჩნევ, ხო? რა თქმა უნდა, არც შენი აუდიტორია მიიჩნევს, არასერიოზულად არ იღებს ამ ყველაფერს. დოდონას ბლოგზე ვართ უკვე 32,870 თუ 800 რაღაც მოკლედ. ძალიან მალე გავხდებით 33,000 და ისეთი ტემპით მიბრძანდება ხალბატონი დოდონას ბლოგი, რომ მალე 35,000-ს ვიზეიმებ, დარწმუნებული ვარ და ნახეთ, ნებისმიერი ციფრი ძალიან მნიშვნელოვანია და ნებისმიერი გამომწერის მიღმა დგას დოდონას უდიდესი შრომა. ამიტომ ძალიან დასაფასებელია ეს გამოწერა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ღირებულია ჩემთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა სწორად ვაკეთებ. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცამ გაამართლა. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ზუსტად ვარტყავ იმ ადამიანურ ემოციებს, იმ ადამიანურ შეგრძნებებს, იმ ტიპაჟებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ და ძალიან ბევრი ცხოვრობს და ამეთანხმებით რა ისტორიებსაც დოდონა იგონებს და ყვება, ზოგი მართალი, ზოგი ტყუილი, მართალი იშვიათად, მაგრამ მაინც ხანდახან თუნდაც ერთი სიტყვა იყოს მართალი და დანარჩენი მოგონილი, მაგრამ ეს ხო რეალობაა და ეს ხო არსებობს ეს ყველაფერი. ამაშია საქმე და ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი. დღეს კომენტარებს ვკითხულობდი, ესე ავსკროლე რაღაცას ვეძებდი და ხალბატონი წერდა, რომ ზუსტად იცის ის, რასაც ამბობსო, ის ვინც ვართო, ის რას ფიქრობთო, ანუ ზუსტად ამას ვამბობ. ამიტომ მომწონს დოდონას პერსონაჟი, აი გვერდიდან რომ ვუყურებ, რა თქმა უნდა, ხო მე ვარ და გასაგებია რომ მე ვარ. თავს გაბიშტერებ რომ ვიღაცა სხვა მე ვარ. და გვერდიდან რომ ვუყურებ, როცა დოდონასთვის ირთვება კამერა, იქ გვანცა მთავრდება. იქ გვანცას ყველაფერი მთავრდება. ყველაფერი, მიმიკა, ყველაფერი მთავრდება. იქ მე გვანცა არ ვარ და ვერ იპოვით გვანცას, იმიტომ რომ შინაგანად საერთოდ ვერ ვგრძნობ გვანცას. იქ ვარ დოდონა და ყველაზე ბედნიერი ალბათ. ამიტომაც არის ძალიან აქტიური გამოწერები მიდის, იმიტომ რომ ადამიანურ რაღაცებს ვეხები. ძალიან ბევრი გამომწერი უნდა მყავდეს, რო არა ის დარეპორტება, გარკვეული ადამიანები რო არეპორტებდნენ გვერდს და უკან დამხიეს 1 წლით. მაგრამ არა უშავს, მე არ გავჩერდი, როგორც გახსოვთ ადრე როგორ ნერვიულობდი, არ გავჩერდი და ამ არ გაჩერებამ ხო ნახეთ გამოიღო შედეგი, გამოიღო ის შედეგი, რომ გვერდი ისევ დაიქოქა და ძალიან მაგრად დაიქოქა. 100,000-ზე მეტი რომ უნდა ყავდეს და ჯერ 32,000-ზე იმობ, ძალიან რთული რეალობაა ჩემთვის. მაგრამ სულ რო არ დასჭირდა გვერდს გაუქმება, ხო და ამოვქოქე, რის ფასად კაცმა არ იცის, ეს უკვე ძალიან დიდი გამარჯვებაა ჩემთვის.
და კი ძალიან ვამაყობ ამ ფაქტით. რა თქმა უნდა, ბევრი კლოუნს მეძახის. ახალაგას მეტი საქმე არ აქვს და მლანძღავენ, არც შობა იციან, არც აღდგომა იციან, არაფერი მაგათ არ იციან. რავი, დებენ მიწაში, მერე მიწიდან თხრიან, ვერ ჩამოყალიბდნენ, უნდა ჩამდგონ თუ არ ჩამდგონ. მეკეთი კატეგორიის ხალხი. მაგრამ ეს ხალხი საჭიროა, აუცილებელიც კი. თუმცა ყველაფერს თავის საზღვარი აქვს, იმ ლანძღვასაც, იმ წყევლასაც, ყველაფერს. იმიტომ რომ ადამიანი ვარ და მეხება გულზე, მოხდება. ნაცისულელებზე არა, მაგრამ აი ძალიან ისე ეხებიან ჩემს სულს უკვე მანდ გიშდები ხოლმე. ან ჩემს ოჯახის წევრებს რო ეხებიან, მანდ უკვე უკონტროლო ხდები და ოღონდ აწერია ზემოდან დოდონას ბლოგ. ანუ იქ უკვე გასაგებია, რომ არ არის ჩვეულებრივი page და არ არის ჩვეულებრივი გვერდი, როგორც არის გვანცაწიველაშვილი მაგალითად არ არის. და თითქოს მარტივი მისახვედრი უნდა იყოს. სამწუხაროდ ამის ახსნა რო სჭირდებათ, ეს კიდეც ალგე პრობლემაა. ბუდიში. მაგრამ თუ არ მეზარება ვხსნი ხოლმე და მე ერთ კარგად მივათავ ხოლმე რომ ლანძღავ. ეხლა რასაც ვუყურებ გოგოებო, აშკარად, ნუ აი უკვე ძალიან აშკარად სჭირდება დოდონას და ზოგადად ჩემს მას რა ქვია ოფიციალურ გვერდებს ადამიანი. სხვას არ დავეძებ კაცო, Facebook-ს, სადაც ენა რაოდენობის კომენტარი იწერება. ენა რაოდენობის SMS-ი შემოდის. ძალიან ბევრი, ხან ვერც ვასწრებ ხალხო მაგას რა წამაკითხებს, ფიზიკურად არ მეყოფა დღე. კი არ კვირა, ყველაფერი როცა ვკითხო. სულ არ ვიჯდები ტელეფონთან, ფიზიკურად არ. და აუცილებელია კომენტარს რო გიწერენ, ხო? შენი ყვამყვებში ჩართული დაუგულო, დაუკომენტარო, რო იცით რა დიდი მადლობა. ისი ვალდებულებაც კი აქვს სხვათა შორის. ვერ ვასწრებ. და ძალიან მეშლება ამაზე ნერვები, რომ ვერ ვასწრებ. მაგრამ ვერ ვასწრებ. გარდა იმისა, რომ ვალდებული ხარ, შენ მადლობა უთხრა ხო ადამიანს. და მადლობა გადაუხადო, რის ვალდებულება ნამდვილად მაქვს. როცა ადამიანი ასე აქტიური მაყურებელია შენ, თუნდაც ერთხელ ნახოს და დაგიწეროს, რომ ძალიან მოსწოხარ, მე შევა ვნახო 2 კვირის მერე, იმიტომ რომ იქამდე ვერ ჩავიდე და ვერ ვნახო. ამიტომ არის საჭირო მე პლუს აქტივობა მიდის მე იმით, რომ კომენტარს გიგულებენ, ანუ კიდევ შემოდის შენს ვიდეოში ხვდებით, რაც რა თქმა უნდა ნახვებში ისახება და მე უკვე მონეტიზაციაზეც გადადის, როგორც ყველა Facebook-ი, YouTube-ი არ აქვს მნიშვნელობა. ხო და ეგ არის, რომ აი ვერ და ძალიან მახელობს ეგ საკითხი. თუმცა მე ვიცი მინდა და ძალიან ვენდობი და ანუ ხო ხვდებით, რომ ვიცი რომ ყველა კომენტარს ძალიან ადეკვატურად გასცემს პასუხს და რაღაც ჩემი ძალიან შინაურები რა არცალია. ამას დიდი დრო უნდა. ნუ ცოტა უნდა გეცალოს რა ამ ამბისთვის და მაგდენით რომ ხარავის არა აქვს, ჯერ ცხოვრება ძალიან გადატვირთული და გიჟური. ხო და 1.35.000 რო ავწდები, მერე შეიძლება რაღაც ვიფიქრო. გააჩნია Facebook-ზე როგორ მექნება გამომუშავება იმის მიხედვით. თუმცა ნახეთ, თუ გინდა აი ხა 50,000 რო ყავთ, 100,000 რო ყავთ და 110,000 და რაღაც ხო და ისინი რო ამბობენ რომ უიცი რა მე ხა თვეში $500 და $1,000 გამოვიმუშავებ, არ უნდა გაგიკვირდეს, როცა ამხელად ციფრის აუდიტორია ყავს. თუ მაგას არ გამოიმუშავებს, იგი არაფერ არ გიხარშულა და გააუქმე, ანუ ხვდებით, ფიზიკურად ამხელა აუდიტორიის მქონე გამოიმუშავებს, სურო დიდად არც გიყურონ. ვიღაც მაინც გიყურებს ამხელა რაოდენობაში, ხო? და მაინც დიდი რიცხვი გამოგდეს.
ამიტომ ის რა როდენობაც მე მაგაზე როგორ ამოვიღო ხმა და $4 არ გამოვიმუშავე ვიწუწუნო, ანუ ნამუსი ხონდა მქონდეს არა, ანუ მაგას ვერ იზამ. ხო და როცა შემოსავალი არ გაქვს იმდენი, თუნდაც შენ ვერ აყავს ადმინი, თუნდაც აი ისე რომ მინიმალური მაინც გადაუხადო, აჩუქო, ხელფას ვერ დაარქმევ მაგას რა. იმდეს ვერ გადაუხდი მე ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ხო და მაგას ვიცახი რომ აუდიტორი რო გამეზრდება მეტად კიდევ 35-ს რო აცდები უკვე 35-ს რო აცდები მე ძალიან მალე კრიფავ უკვე იმ დიდ რაოდენობასაც გესმით უფრო ფორიულზე ხარ ძალიან დიდზე გავარდნი ამიტომ წინ ძალიან ბევრი რამ მელის ძალიან ბევრი გეგმა მაქვს ის რამდენიმე თქვენ კი იცით, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ჩემი მომავლისათვის, იმისათვის რომ მე უკეთ ვიცხოვრო, რაც ფინანსურ წყაროზეა მიბმული, უნდა გავაუმჯობესო კიდევ ჩემი ცოდნა, გავაღრმავო და მე ეს უნდა გადავიტანო პრაქტიკაში. ამიტომ უკან დამხევი მე ნამდვილად არ ვარ. მაგისთვის უკვე დაწყებულია მოგროვება, მაგ სამასლაერს მასტერკლასი გავიარო. მე შემდეგი თვე იქნება უკვე იმის, რომ ხელფას რო ავიღებ, ეგრევე გავარდნა ლილოში და რა თქმა უნდა მაგდენ მასალას ვერ იყიდი, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე არც არის საჭირო ხო ხვდებით. და ხელსაწყოები და ბევრი რამ არის საყიდელი, ძალიან ბევრი წებოები და ძვირი ღირს არ გიგონოთ ხალხო. ცივი წებო ძვირია საკმაოდ, ცხელი ღირს უფრო დაბალი ფასი, თორე ცივი წებო საკმაოდ ძვირი ღირს და როცა თვლების დამუშავებაზე გადადიხარ, ხო, როცა აქსესუარს აკეთებ, ცხელი წებო არის წამგებიანი აუცილებლად უნდა იყოს ცივი ცხელი ძვრება მარტივად. რაც საკმაოდ ძვირი ღირს, იმიტომ რომ მეც ხომ მუშაობდი ხელნაკეთ აქსესუარებზე და საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრად ვიწეწებოდი ხოლმე. მაგრამ მაშინ მე დიდ ფასს ვერ ვადებდი, იმიტომ რომ არ ვიყავი ესე გათქვეფილი აუდიტორიაში, ძალიან ვიწრო წრე იყო და მოკლედ. ადამიანებს ათილარიც ეძვირებოდათ ხოლმე მაშინ და ეხლა უკვე რა თქმა უნდა ყველაფერი შეიცვალა და შენი შრომას უკვე შენ თვითონ წყვეტ რა როგორ გიღირს, რა გიღირს და ანუ ხო და უკვე ვფიქრობ მე ადრე რომ მქონდა დარქმეული სახელი გვერდისთვის, რომელსაც ვერგა ანიტები. და ანიტებით იცნობდა ძალიან ბევრი ადამიანი ჩემს აქსესუარს, ანიტები. ანიტები წამოვიდა იქიდან, რომ ჩემს მიშვილს ქვია ანიტა. ჩემი ანიტა რო დაიბადა, კაკრასმაკ პერიოდებში დაწყებული მქონდა და რა დავარქვა რა და ეგრევე ხაზზე გავედი, მეთქი ანიტები უნდა დავარქვა. ანიტა რა ანიტები ესე მომწონდა ძალიან და ვფიქრობ რომ ისევ ხარ დავუბრუნო ის რაც იყო ან რამე ისე მივამატო რომ გავაერთიანო თითქოს მარიამი და ანიტას ერთად ოღონდ როგორ შეიძლება რომ გავაერთიანო თუ მომაწვით ამის იდეას ძალიან დიდი მადლობელი შესაძლოა არც ერთი დავარქვა არც მეორე და არც მესამე და საერთოდ არ დავარქვა არაფერი მაგრამ ან შეიძლება დოდონა გავურიო. იმიტომ რომ მინდა რომ იყოს ასოცირება იმის. ამიტომ არ ვიცი, ეგ ცოტა ისეთი ამბავია. აუცილებლად როცა წავალ ლილოში და უფრო დაბალი ფასია იქ, რა თქმა უნდა ყველაფერი, ვიდრე აქ რომ მაღაზიებია იმაში ვокзалზე, მეტროშივე, ცენტრალში ხალხო უზომოდ ძვირი ღირს, მანდ უზომოდ ყველაფერი და ზოგადად ვокзалზე ძვირი ღირს თვლებიც და რავი ნაჭრებიც და ყველაფერი. ხო და წავიდი აუცილებლად და რასაც შევძლებ ვიყიდო. ხა რაღაცები დაგაკლდება, გახალაქო იყიდი, მაგრამ ძირითადი მასალა იქ უნდა მოიტანო. მერე აუცილებლად უნდა ავაწყო კონცეფცია, რაზე მინდა მუშაობა. რა წარმომიდგენია, მე ძალიან კარგად მაქვს დალაგებული თავში როგორი რაღაცები მინდა. მაგრამ ამის რეალობაში გადატანას უნდა დაგეგმა,
და ბევრი რამ, რასაც იმ მასტერკლასზე შემასწავლიან ზუსტად როგორ წარმოდგენაში რა გვაქვს და მე გადავიტანო ნამუშევრებში. ეს არის ძალიან ბევრი პლუსი აქ მასტერკლასებს გააჩნევისთან გაივლი ახლა მაგას დიდი მნიშვნელობა. ხო და მოკლედ ესეთი ამბები. და მე როცა გარკვეული კოლექცია მექნება და რამენანაირად მიდგას ეს კამერა და დაგროვებული მექნება, რომ მე შევძლო მასალა მქონდეს, დადება ფოტოების, რილსების, ხვდებით, ცოტა ბევრი უნდა გქონდეს, რომ ეს დადო და რაღაცა პერიოდი ამუშაო მაგით. მე გავუგზავნე ინფლუენსერებს, ნაცნობებს თუ უცნობებს, ვინც მე წარადგენს თუ კი მოეწონება ჩემი ნამუშევარი, წარადგენენ შენს მე გადმოვა ვიღაც დაგილაიქებს, მოეწონება ან არ მოეწონება და როგორც ხდება ხოლმე. ასე რომ მე უკეთესად შევძლებ ხოლმე თქვენთვის საჩუქრების გაკეთებას. გათამაშებებს ხშირადაც მოვაწყობთ. კარგით. დავწვევიო დაძინებით ვერ გეტყვით, მაგრამ წყურია ძალიან თავლევ წყალს. დავწვევი. და ძალიან ბევრს ვაკოცებ ჩემ მარიკოს. ცილინების ახალხო. მშვიდობიანი ღამე. ღამის 3 საათზე გემშვიდობებით. 4 საათში უნდა ავდგე.